გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, სრულიად შემთხვევით გადავაწყდით ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის ფრაგმენტს. სტუდიაში ყავდათ მოწვეული ორი ყმაწვილი და ერთი მშვიდად ამბობდა, რომ ხელისუფლების გადადგომის შემდეგ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს უკანონოდ რუსული რეჟიმის ტყვეობაშია და პირადად პუტინის პატიმრები არიან. და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება დემოკრატიული გარემო, სადაც ვიცხოვრებთ ყველა თავისუფლად. აი ასე. საინტერესო, რას ნიშნავს ვიცხოვრებთ ყველა თავისუფლად, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებ. მე არ ვიცი იმ გადაცემის სახელი, ძალიან მოკლე ვიდეო შევხვდა, მაგრამ მეგობრებო, ეს ტრაგედია. სად პოულობენ ფორმულარები ასეთ, როგორ თქვა ეს რბილად, ასეთ ვუნდერკინდებს. ამასაც რომ მარიფათი უნდა ამნაირი ეგზემპლარი მოძებნო სტუდიაში დაპატიჟო და ალაპარაკო. ამდაგვარი რესპონდენტის სტუდიაში დაპატიჟებას ჩემი აზრით მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონოდა, სალაღობოთ. აბა ამ ბოდვის სერიოზულად მოსმენა გამორიცხულია. ანდა ჟურნალისტი თვითონ უნდა იყოს ამნაირი, ასეთ სიბრიყვეს სერიოზულად თავი რომ დააუკრას და ალბათ ზოგჯერ დასაზუსტებელი კითხვებიც დაუსვას. ეს რა ჯიშია გამოყვანილი, მეგობრებო, ეს ხომ აბსურდის აპოგეაა. ერთმა ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერა, რომ აი ბოლონიის სისტემასთან მიერთებამ ასეთი გასაცოდაებული შედეგი მოიტანაო. მე არ ვიცი რა არის ბოლონიის სისტემა, სრულიად არა ეს ჩემი თემა, მაგრამ რაც განათლების სფეროში ხდება, ამას კრიტიკულ აზროვნებასთან, ინტელექტთან, გონებამახვილობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ორმაგი ტრაგედია კი ისა, რომ ამ გაურკვეველი ასაკის ბავშვს მართლა სჯერა იმის, რასაც ამბობს. დიახ, ისე დამაჯერებლად ილაპარაკა, ერთი ნერვიც არ ატოკებია. გვერდზე პადელნიკი კი არა, თანამზრახველი ეჯდა და სერიოზული სახით უსმენდა. დაწუნებული ვარ, ყველაფერს შეეთანხმებოდა. ანუ ისინი რომ იკრიბებიან, ალბათ ასეთ თემებზე სერიოზულად ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლება გადადგება. რატომ უნდა გადადგეს ვერ ხვდები? რომ ის დაჭერილი ხულიგნები, ვინც პოლიციელებს წვავდნენ, ქვებს ესროდნენ, აგინებდნენ, ისინი ყველანი პირადად პუტინის პატიმრები არიან. დიახ, ამაზე ლაპარაკობენ და ამის სჯერად პირადად პუტინის პატიმრები არიანო. მათი ლოგიკიდან გამომდინარე, პუტინს თურმე რამდენი თავისუფალი დრო ქონია, რომ საქართველოში აქციებზე ხულიგნების დაჭერა და გასამართლება პირადად აკონტროლოს. თავჯერო ამ დროზე ადრე დაბერებულ ბავშვებს მართლა სჯერათ, რომ პუტინს მეტი საქმე არა აქვს, რომ პუტინისთვის რომელიმე მათგანი რამე საშიშროებას წარმოადგენს. ეს რა სიბრიყვეა, მეგობრებო, ამათ რამე ეშველებათ. ხომ გახსოვთ რემარკის წყალობით შემოვიდა ცნება დაკარგული თაობა. დიახ, ის ახალგაზრდები, ვინც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაბრუნდა შინ, მათ რემარკმა დაკარგული თაობა უწოდა. მე რომ გითხო, ეს თაობაც, რომელსაც უსმენდა, რომელიც რუსულ რეჟიმს ვერ გაცდა, დაკარგული თაობა. ამათ რა მოაბრუნებს? და თუ მოაბრუნე უკენა თვალები აუხილე, დარწმუნებული ვარ, ისეთი გულაცრუება დაემართებათ, როდესაც მიხვდებიან ამდენი ხანი მათი საყვარელი მენტორები, რომ საზიზღარ ტყუილში აცხოვრებდნენ. მერე ფსიქოთერაპევტის კი არა, შეიძლება ფსიქიატრის მკურნალობაც დასჭირდეთ. წავიკითხე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 1000 საწოლიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ხსნის. ეთყობა ჩემზე უფრო გათვითცნობიერებულმა სპეციალისტებმა საქმე წინ წაიგდეს. მოემზადნენ. მაგრამ მკურნალობამდე ჯერ კიდევ შორია. რა ვქნათ, მეგობრებო, ეს რა შავ დღეში ჩაგვაგდო სააკაშვილმა, როგორ მოახერხა საკმაოდ მცირე დროში და 9 წელი კი ისტორიისთვის ნამდვილად მცირე დროა. როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა თაობის ტვინის აგრერიგად დაზიანება და მის საქმეს, როგორც ხვდები, დღესაც ყავს განგრძელებლები. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რამე რომ შეიცვალოს. ძალიან არ მინდა ვიყო და არც არასდროს ვიქნები დღევანდელი მთავრობის ადგილზე, რადგან მათ იმდენი აქვთ სამუშაო, რომ დღეღამეში 24 საათი კი არა, 48 საათი სჭირდებათ.
და მხოლოდ განათლების სისტემაა გამოსასწორებელი. ყველა მიმართულებით ბევრი ნიუანსია დასალაგებელი, დაწყებული სოფლის მეურნეობით და დამთავრებული თბილისის განაშენიანებით. და ამის სანაცვლოდ კი მათ ჩვენს გასამხედროებულ ოპოზიციასთან უწევთ ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში. ძალიან მეშინია ყურები არ ჩამოყარონ, არ მობეზრდეთ და არ მიგვატოვონ. როგორ ვინატრო ავტორიტარიზმი, მეგობრებო, მაგრამ უკვე ისეთებს ხედავ და ვისმენ, რომ მართლა შეიძლება ძლიერი ხელის მონატრება, რაც რასაკვირველია, არ იქნება კარგი. მაგრამ გამოსავალს არ გვიტოვებენ ეს ავაზაკები. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.